თუ კი საქართველოს დაუბრუნდება თავისი ისტორიული ყველა კუთხე, მაშინ საქართველოს მოსახლეობა იქნება დაახლოებით 20 მილიონი და ასევე გენეტიკური ქართველი იქნება 10 მილიონზე მეტი. ანუ რა გამოდის? ჩვენს ირგვლივ არსებულ ტერიტორიებზე თითქმის იგივე პროცენტულობით არის გენეტიკური ქართველი, რაც საქართველოს დღევანდელ საზღვრებში ირანის ტერიტორიაზე არის დაახლოებით 10 მილიონი გენეტიკური ქართველი. ასევე თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 7-8 მილიონი გენეტიკური ქართველი. ეგვიპტის ტერიტორიაზე ასევე რამდენიმე მილიონი გენეტიკური ქართველი. იტალიის ტერიტორიაზე ასევე არის რამდენიმე მილიონი გენეტიკური ქართველი. ასევე ესპანეთის ტერიტორიაზე, პორტუგალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, ხორვატიის, საბერძნეთის, კვიპროსის, პაკისტანის, ავღანეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ერაყის, იორდანიის, სირიის, კუვეითის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ყაზახეთის, ჩინეთის, იაპონიის, კორეის, ამერიკის შეერთებული შტატების, არგენტინის, ავსტრალიის, ბრაზილიის, გვატემალის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ასეთია ქართველების ხვედრი. ჩვენ მონებად ვყიდნენ და შემდეგ სოფლიოს მასშტაბით ფანტავდნენ. უდიდეს მეზღვაურებს მივყვებოდით სოფლიოს მასშტაბით მოგზაურობაში და შემდეგ ახლად აღმოჩენილ ტერიტორიებზე ვსახლდებოდით. ჩვენ აგვყრიდნენ ხოლმე ჩვენი ოდაბადიდან, ჩვენი მიწაწყლიდან და გადაგვასახლებდნენ ხოლმე ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ნამდვილად არ იყო ჩვენი ადგილი. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ყველა ის ქართველი, ვინც სოფლიოს მასშტაბითაა მიმოფანტული, დავაბრუნოთ საქართველოში. მათ შორის ეს გვერდიც ამ ყველაფერში ეხმარება ხალხს, რათა გაიგონ ვინ არიან სინამდვილეში და იმ ქართველებს, ვისაც ბედის უკუღმართობა ქართველობაზე უარი არ თქმევინა, ისევ დავაბრუნოთ ჩვენ სამშობლოში. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.